დილამშვიდობის კიდევ ერთხელ. ოდისეაზე ვისაუბრებდი მე გუშინ გითხარით და მინდა რომ ვისაუბროთ დღეს ოდისეაზე, თვითონ ამ ფილმზე. და მინდა განსაკუთრებით სიდონებთან ვისაუბრო, ყველა სიდონი დარჩეს ჩემთან, დანარჩენები აქედან გავიდნენ, იმიტომ რომ ვერ გაიგებენ რას ვიტყვი. თუ მაინც გინდათ დარჩენა, შეგიძლიათ დარჩეთ და მოისმინოთ. ოღონდ მე უნდა მიწყებთ კომენტარებში, რომ გარკვევით ისაუბრე და რას ლაპარაკობ. ანუ ვინც ახლა პირველად მიყურებს, ის ვერ გაიგებს რას ვიტყვი, ხოლო ვინც ჩემი მსვენელია, მან შეიძლება გაიგოს, ხოლო სიდონები ზუსტად გაიგებენ რასაც ვიტყვი. ოდისეასთან დაკავშირებით, მეგობრებო, გუშინ ვიყავი ფილმზე, შოკირებული დავში და რატომ დავში შოკირებული გეტყვით. ესე მეგონა, რომ ჩემი ნაწერები მოიპარა სცენარისტმა. მაგრამ ეხა ეს ხო აბსურდია, არ მოიპარავ და უბრალოდ რეალურად არის ის, რომ ერთ სიხშირეზე მყოფი ადამიანები ინფორმაციულად ერთ ველში არიან და ის ველი იხსნება, რომელი ველიც იმ სიხშირეზეა. სიდონებო, გაიხსენეთ ჩვენ რას ვსაუბრობთ ხოლმე ერთი სხივის, ანუ ისრის ერთ ჭრილში გატარებაზე, შვილის მოზიდვაზე. ოდისეას შეუძლია მხოლოდ ეს ამ ფილმის მიხედვით. მისი ცოლი არის პენელოპე და ესეც მესიჯია, რატომ პენელოპე და არა სხვა სახელი. და ბევრი საკრალური დაფარული ცოდნა არის ჩადებული ამ ფილმში, რომელიც მე პირადად რო ვიჯექი მეცინებოდა რა გულში, რომ აუ, სად გაარტყა, არ გაარტყა, სად არის, სად ზის. ეხა სად ზის. ფილმს არ მოვყვები ეხა თავიდან ბოლომდე, რომ მე რაღაცა ვისაც არ აქვს ჯერ ნანახი, წინასწარ რაღაც აზრი არ გამოვუტანო ჩემი შთაბეჭდებებიდან, არამედ თვითონ უნდა გამოიტანოს ყველამ თავისი აზრი ოდისეაზე. უბრალოდ ჩემთან რა რეზონირდა, იცით მეგობრებო? იმ თემებით, რა თემებითაც მე დაკავებული ვარ ამ მთელი ამ 5 წლის განმავლობაში, ბოლო 5 წლის განმავლობაში, ყველა ეკრანზე გადმომელაგა რა და ვფიქრობდი, რომ ესე იგი არის რაღაცა სიხშირე, რომელ სიხშირეზეც არიან საზოგადოების რომელიღაცა წარმომადგენლები, თუნდაც სიდონები და მათ ესმით ეს ენა. ანუ ეს არის ენა, რომელიც ეგრეგორულად, ანუ ენერგეტიკულ ველში, რომელიღაც ენერგეტიკულ ველში ერთ სიხშირეზე, რომელიც დგანან ეხსნებათ ერთმანეთთან, გადასცემენ ასე და ასე იხსნება მთელი სიხშირეები რა, რო იცოდეთ და დედამიწის სიხშირეები მაღლდება ამით. ყველაზე მაგრად მომეწონა აი ზუსტად ის გუშინ რაზეც ვილაპარაკე დავითის ვარსკვლავზე. თუ ნახეთ ჩემი ლაივი, YouTube-ზეც ავტვირთე. აქ რა ლაივსაც წერ, ყველას ვტვირთავ YouTube-ზე და YouTube-ზე ის ლაივებია ატვირთული, რომელიც ადრე ამ 5 წლის განმავლობაში Facebook-მა წამიშალა. და 1600 ვიდეომდე მაქვს ჩაწერილი, რო იცოდეთ, ვისაც გაინტერესებთ რა. ვისაც ჩემი ლაპარაკი არ გესმით, უნდა დაიწყოთ ნულიდან და ვისაც დრო გაქვთ, დაიწყებთ, ვისაც სურვილი გაქვთ, დაიწყებთ. ვინც არა, იტყვით, რომ ეს რას ბოდავს, ხო? ნუ ეხლა მე თქვენ გამოკიდე უკან არ დაუბრუნდები დროში. ამიტომ თქვენ გამო ჩავწერე ის, რაც გავაკეთე რა. მიუხედავად იმისა, რომ ამდენი განსაცდელები მივიღე, წყევლაკრულვა და ასე შემდეგ, მაგრამ მაინც გავაკეთე. როგორც თქვენთვის, ისე ჩემთვის. ეხლა რაც შეეხება გემით მოგზაურობას. მე პირადად მაქვს ესეთი, როდესაც ტექნიკაზე დავსწრები ვარ, აი მაგალითად ერთ-ერთი არის ესეთი ტექნიკა, სწორი სუნთქვის ვარჯიშები, მას ჰქვია ჰოლისტური სუნთქვა და აი ამ ტექნიკაზე როცა დავსწრები ვარ, არაერთხელ მქონია ესეთი შემთხვევა, რომ განიხილება შემდეგ ვინ რა ნახა და ვის რა გაეხსნა აი ამ სუნთქვით ვარჯიშების დროს, მქონია ესეთი საუბარი მოსმენილი, რომ ერთ-ერთი ქალბატონი ამბობს ესეთ რამეს, რომ მე ვნახე ემოციურ დონეზე და სურათის დონეზეც, რომ მქონდა კაცის ხელები, ანუ ჩემს ხელებს უყურებდი, ესე იგი კაცის იყო, ეს თვითონ კაცია, როდესაც ამას ხედავს,
მიუხედავად იმისა, რომ ქალის ენით ლაპარაკობს და ვებრძოდით რაღაცა შტორმს, ვცდილობდით გამართვას, ანძის გამართვას, რაც ქვია რა გემი რაცაც მიყავს, რა ქვია მაგას, აფრების გამართვას და მოკლედ ეს მომენტი ნახა რა, ყველაზე მძიმე მომენტი, რომელიც განიცადა თავის რომელიღაცა ინკარნაციაში. მე ამ საკითხებს ვაკვირდებოდი დიდი ხანი, მეგობრებო, რა დაახლოებით ახლა უკვე მე-3 წელია, რაც ვაკვირდები ამ საკითხს, თუ როგორ ხდებიან ადამიანები ერთმანეთს წინა რეინკარნაციებიდან და როგორ გამოხატავენ, მიუხედავად იმისა, რომ მათ არ იციან ეს, ამის შესახებ საერთოდ არ იციან, თუმცა მე ვხედავ ამ ყველაფერს, თუ როგორ ხდებიან ისევ ადამიანები, როგორ უკავშირდებიან ერთმანეთს და როგორ ერთი და იგივე საკითხი, ერთი და იგივე წრეზე დადიან, ოდნავი განსხვავებით რა და ამ გემის მომენტებმა მე მაქვს ესეთი შიში რა. ზღვის შიში მაქვს, ანუ არავითარ შემთხვევაში ზღვაშიც რო შევდივარ, ვერ შევდივარ, მარტო თუ არ ვერ შევდივარ ზღვაში. შანსი არის ის კი არა, შეიძლება ფეხიც ვერ შევდგე წყალში. აი ეს შიში მაქვს საიდანღაც. და მაქვს ესეთი შიში, რომ ჩემი მეუღლე რო ამბობს ხოლმე, რომ მოდი გემით წავიდეთ, აი მაგალითად გემით გადავიდეთ, კატეგორიულ უარზე ვარ ხოლმე, რომ არ არსებობს, მე გემით არსად არ წავალ, მით უმეტეს, როცა არ ვიცი, რომ მყარი, ამ სიმყარი არ არის ჩემს ფეხებს ქვეშ, ხო? და გუშინ ამ კადრებს რო უყურებდი, საუნდი ძალიან მაგარი აქვთ, აი უმაგრესი საუნდ დიზაინი აქვთ და საუნდ ეფექტები აქვთ ამ ფილმში რა გამოყენებული და იცი რა გააცოცხლა ამ ფილმმა ჩემთან? ეს მომენტი, აი ეს გემის ბრძოლის მომენტი, როგორ იბრძვიან ეს ნაოსნები თუ გემოსნები, ამ შტორმებს როგორ იბრძვიან და საერთოდ რისთვის დადიან, მაგრამ მაინც რომ მიდიან რა, აი რაღაცნაირად თითქოს და გამახსენდა მომენტი ჩემ ცხოვრებიდან, რომ ეს გამივლია მეც. ეს გამივლია მეც და აი სწორედ მანდ არის შიში, მანდიდან მომყვება ეს შიში, რომ არ მინდა ზღვაზე არ მინდა წყალი მეზიზღება მაგ ჭრილში, რომ ოღონდაც აი მასიურ წყალთან არ მომახვედრო, სადაც მე ვიყავი 27 წლის პირველად რომ ნახე ზღვა, 27 წლის. და როგორ იყო იცი ზემოდან მთიდან ესე რომ დავეშვით რა და მანქანით და ვუყურებ ამ ზღვას რა, ჩემ წინ უცბად დიდი ზღვა გადაიშალა და გული გამისქდა. აი იცით როგორი შიში შევიგრძენი მაგ დროს. თქვენ ვერ წარმოიდგენთ ეს ამხელა ზღვა. ეხლა ბავშვობაში რომ ენახა ზღვა, ხო შეიძლება მიჩოულია თვალი უკვე რაღაცა, მაგრამ 27 წლის ვიყავი მე რომ ზღვა ვნახე პირველად და იქ რა დავინახე, იცით მეგობრები, თქვენ ვერ წარმოიდგენთ იმ ხელა ზღვა, მარე ეს არის, ეს მე მგონი ღმერთია მართლა რა. ანუ მე თქვი ეს რა არის? ეს ძალიან დიდი ძალაა, რომელიც ჩვენ ესე ვართ და ფეხებით დავტოპაოთ შიგნით და ჩვეულებრივ ყველაზე ძლიერი ძალა, თქვენ იცით რა არის? წყალი. წყალში არის ღმერთი მოთავსებული. წყალი არის ეს, წილყარალი არის ეს. თვითონ წყალში სიტყვაში დევს ეს სიტყვა და ღმერთია თვითონ წყალი. მე ლაზარის გამოკვლევებმა მიმიყვანა მაგ დასკვნამდე, რომ წყალი არის ღმერთი. ღმერთი მოთავსდა წყალში, ესე რომ ვთქვათ რა, ყველაზე დიდი რაოდენობით. იმიტომ რომ ყველაზე დიდი რაოდენობით თუ კი სადმე რამე არის წყალი. მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ ვერ ვხედავთ, აი რომ ვსუნთქავთ, ეგეც წყალია და წყლის გარეშე არ შეგვიძლია. ანუ ჩვენ არა მხოლოდ ის რომ წყალს ვსვავთ, ყოველ წამიერად შევისუნთქავთ, გავისუნთქავთ, შევისუნთქავთ, ეგ არის ღმერთი. წყალი ყველაზე დიდი ენერგიაა. და წყლის ძალა მოგცეს ღმერთმა ხო ამბობენ ქართველები. და ამ ფილმში რომ ხედავ ამ კადრებს, განსაკუთრებულად ის მომენტი, სადაც აი მორევში უნდა მოექცნენ სირინოზებთან რომ მოხდებიან, ეს მუსიკაც საუნდით ძალიან მაგრა აჩდება, აი
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამე არ მომეწონა ამ ფილმში რა, ბევრი რამე ძალიან დებილურად იყო გაკეთებული, მაგრამ ბევრი რამე მომეწონა რა და ემოციები გააღვიძა ჩემში. ეს იმას ნიშნავს, რომ ძლიერი რეჟისორია. ემოციების გაღვიძა, საერთოდ როდესაც ფილმს უყურან, ფილმს ხელოვნება არის ემოციების გაღვიძება ადამიანში. ანუ შენი წარსულის გახსენება. წარსულის გახსენება, რა წარსულის გახსენება, წილ არ სული. რის წილ არ სული, რაღაცის წილ არ სული, ანუ ის მე რო შენ ვარ და შენ რომ მე ხარ, ერთ დროს რომ მე ვყოფილ ვარ შენ და შენ ყოფილ ხარ მე, ეს ყველაფერი არის წილი, მე წილყარი არის, ანუ მესთან წილყარი არის და ამ ფილმში ჩანს ეგენი. ეხლა მე მინდა კონცენტრაცია მოვახდინო იმაზე, ოდისეა, ანუ ოდისევსი მიდის, რაღაც შემთხვევაში ემართება ამნეზია, ავიწყდება ვინ არის, მე ახსენებს ისევ ის ქალი და სახელს პენელოპა. რატო ბრუნდება პენელოპასთან უკან ისევ რა და რატო აქვს ამ სახელს დიდი მნიშვნელობა. ჩვენ გქონდა P რანგზე საუბარი წინა ლაივებში, თუ რა რანგია ეს P-ს რანგი, პირი და R-N-თან რო გვაქვს საუბარი, R-N არის P-ს რანგი, R-N და N-ის პარი არის რაღაცა ცნობიერება, ცეცხლი, რომელიც ამირანმა მოპარა ღმერთებს. აქ ერთგულებაზეც მნიშვნელობა გამახვილებულია ყურადღება ერთგულებაზე. და კიდევ რაზეა იცით გამახვილებული ყურადღება ამ შვილდოსნის გატარება, ანუ ისრის ერთ ჭრილში გატარებაზე, წერტილში გატარებაზე. ანუ ძალიან მაგარი რამეა რა. კარგად არის გადმოცემული. მე არ ვიცი ახლა იმ სცენარის ავტორმა იცოდა თუ არა ამ სიღრმეებში, რა სიღრმეებითაც ახლა მე ვლაპარაკობ, მაგრამ მატერიალურ დონეზე თვითონ სცენარის ავტორმა კარგად გადმოსცა ის, რასაც მე ასტრალურ დონეზე ვხსნი. სიდონები მიხვდებიან ამას. ხო და ეს ანბანი, ჩვენი ანბანი, რომ ფიფქად გადაიქცა, როდესაც ყველა ასობგერა ერთ ჭრილში დაეწყო და გაიარა სივრცეში ისარმა, მაგით რო იცნობს მერე პენელოპა თავის ქმარს, მოკლედ ძალიან საინტერესოა რა. ძალიან საინტერესო ფილმია. სიდონება აუცილებლად უყურეთ ამ ჭრილში, ჩვენ ჭრილში, თორე ისე ეხლა შეიძლება ვიღაცას ილუზია ეგონოს, იქ ნეფილიმებზეც არის, დევებზეც არის საუბარი და რაღაცეებზე რა, ის მითოლოგიებიდანაც არის, ყველა არსებულია. ერთადერთი არ მომეწონა ის არ არსებული ილუზია ის უკვე ალქაჩზე, ის ჯადოქარზე რაც ხდება იქ სცენაში, ახლა არ ავხსნი, რომ წინასწარ რაღაცა ვისაც არ გაქვთ ნანახი, უკვე იცოდეთ ეს ეფექტი აღარ აქვს მე. ჯადოქართან რაც ხდება ის არ მომეწონა, ის ყველა შეეძლო სცენარის ავტორსაც და რეჟისორსაც საერთოდ ამოიღო ეგ სცენა. ან სხვანაირად დაიხატა რა. არ მომეწონა სასტიკად. სივრცე, ვრცელი, ხო? პარენა პერანგში, ხო, სოფო ზუსტად ეგ არის რა, რომ პირუველი იყო, თავ და პირუველად იყო სიტყვა. პირველადაც და პირუველადაც. ანუ პი არის პინი. პინს რატო შევყავს ყველგან პინი? იმიტომ რომ პი არის მნიშვნელოვანი რა. პი არის უსასრულო განვითარებაში. არ არსებობს, რომ ის თავის წერტილში ისე უკან დაბრუნდეს. არ არსებობს. პი ტრიალებს, სულ ტრიალებს. აი მიდის უსასრულო განვითარებაში, მიდის, ბურღავს. სადღაცა შეიძლება ზედა მხარეში, ისევ ქვედა მხარეში მოექცეს და ისევ მივიდეს თავის საწყის პოზიციაზე. ის მნიშვნელობა ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ ქვია პირუველი. რუველი არის თვითონ აი წყაროს ველი და ასევე ტრიალიც. რველი არის რვადი. რველი არის გესმის? და ვინ ელი არის ის, რომ სადღაცა მიდიხარ, მაგრამ რაღაც სივრცეში იკარგები, არ იცი სად მიდიხარ, ვის ელი, რას ელი. მოკლედ ძალიან საინტერესოა ქართული ანბანი და ამ ჭრილში დანახული ოდისეა ძალიან მაგარი ფილმია და ისე ეხლა რომ დავაკვირდეთ ფილმის
მხრივ საუნდი კარგი ქონდათ, set დიზაინი კარგი ქონდათ, რაღაცა იქ სისუსტეები არის, გამართულობა, აი მაგალითად კითხვა ჩდება, აი რაღაცა ესვრის ის არის მე დევს, ხო თქვა რა უნდა და არა, ბევრი რაღაცა არის ისე, რომ აი ეს სხვანაირად შეიძლება გაეკეთებინოთ, მაგრამ მაგრამ გააკეთა ისე როგორც გააკეთა, ხო? თავდა პირუველად იყო სიტყვა, პირი და ველი წყლის ნაკადული მოდის და უნდა დაინახოს მოდის პირის ველიდან, კი ისო. კი, ჩემი შვილები ნაშობნი, 36 რქოსანი, 34 რომიშვა, 4 ვიხილე მგოსანი. იქ არის მაგ ტექსტში არის 16-16-ად დაეწყნენ. უერთმანეთოთ ვერ გაცლეს. ტექსტი მახსენდება და მან მერე მაგ ტექსტში არის შუა გადმოდის ენარი. აი, ნახე, ევას სიმღერა, ევას ლექსი არის ეგ რა, ესე დაერქვა, რომელიც ჩამოიტვირთა. ესე დაერქვა. 36 ჩემი შვილები ნაშობნი, 36 რქოსანი. რქა თვითონ არის რქოვანი, ხო? რქოვანი კბილიც არის, ნახე, ეშვები, კბილები, ჩვენი კბილები არის რქოვანი. ასევე, როდესაც საუბარი არის რქოვან არსებებზე, ცხოველებზე, ისინი აი აქ დამატებით ორ რქას ატარებენ, ხო? ანუ ნახე, ევას შვილები ნაშობნი, 36 რქოსანი. 34 რომიშვა, 4 ვიხილე მგოსანი. ეს რას ნიშნავს, ნახე, მაგ სიტყვებში რომ ჩავიდეთ ეხლა და გავარკვიოთ. რას გვეუბნება ევა, რას გვაწვდის თავისი იმიდან 36 რქოსანი. 36 რქოსანი შვა. ეხლა 36 რქოსანი აქ შეიძლება კიდევაც ვიგულისხმოთ, რომ 36 ვიღაცა შვა, კბილებიანი და ასევე იმ კბილებიანში 36 რქა იყო. 36 რქა სად არის? 34 პირშია და 2 დამატებით, ხო? ანუ ვინ უშვია ევას? ხეცები, ისენი რა ქვია, რქოსანები, ანუ მხეცები, თუ რა ვთქვი წეღან? ცხოველები? ცხოველი უშვია, ნახე, ცხოველი კიდე ცოცხალი ველია, ცხოველი, ცან ხარ ველი. ცან ხარ ონის ველი თვითონ. ცხოველს ტყუილად არ ამბობდნენ ძველი ქართველები, რომ ცხოველიაო, ცოცხალიაო რა. ცხოველი მე შეიცვალა, რომ აი დავარქვი ცხოველი ხარ რომ უგლებით, იმიტომ რომ იმ სიტყვაში კოდიდებს და ამ სიტყვას რომ პოზიტიურ ჭრილში არ დაუკვირდეს ადამიანი, ამიტომ ბოროტებმა კი არა და ბოროტმა მანქანამ ესე გადაწყვიტა, რომ მოდი ესე დავანახოთ, რომ ეს არ განიხილონ პოზიტიურ ჭრილში, ესე იგი ცხოველს თუ უწოდებ, ცუდია. არ არის ცუდი, ცხოველს თუ გიწოდებენ, ესე იგი შენ ხარ ცხოველი, ანუ ცხონებული ველი ხარ. ანუ ცოცხალი ხარ, ხვდებით? იმიტომ ამოვატრიალეთ ოდინი, სოფო. თავდაყირა ხო ეყიდა ოდინი. ყველაფერს უკუღმა ხედავდა. ეხლა ამოტრიალდა ოდინი. ესე იგი ეხლა უნდა ამოვატრიალოთ ცნობიერება. ცუდი ხდება კარგი, კარგი ხდება ცუდი, ესე რა. და ეს იმ ჭრილში კი არა რომ გაუცნობიერებად, გაცნობიერებულ დონეზე რა. და ეხლა რა ხდება, ნახე, 4 ვიხილე რქოსანიო. ევა რო ამბობს 4 ვიხილე მგოსანიო. მგოსანი არის მანი, განი, ონი, სარი. მანუს განი, ანუ ღვთიურ განში მხოლოდ 4 ავიდაო რა, 4 ვიხილე მგოსანი. 36 რომიშვა, 4 ვიხილე მგოსანი. ეხლა ნახე 4 ვიხილე მგოსანშიც ასევე ჩვენ უწოდებთ 4 კბილს, რომელიც შემდეგში ამოდის, 4 სიბრძნის კბილს უწოდებთ, ხო? ანუ რქა, რომელიც ამოდის გვიან ასაკში, სიბრძნისა ეწოდება. რატო ეწოდება? მგოსანია და იმიტომ. ხო და ეხლა
ეხლა რა ხდება მან? რატო დავაკავშირე? პირველად, ანუ შუა გადმოდის ენარიო, მან არის ზუსტად მაგ ლექსში არის შუა გადმოდის ენარი. ენარი არის ენა ხო ქვია ჩვენს ენას. ხოლო ნარი რატო დაემატათ იცით? აი ქართულ ამბავში ხო იცით, ახლა სიდონებს ამის თქმა არ უნდათ იმათ, ვინც ახლა მისმენს და იგებს რაღაცებს. ν არის ნარი, ნს ხო ნარი ქვია. და სადაც ნ-ი მთავრდება, იქ შეგიძლია ნარი დაამატო ბოლოში ყველაფერს, აი მაგალითად ენა, ენარი. ნარში ნარი ჯდება, ნაში ნა ჯდება ნარში. ანუ ენარი ჩვეულებრივად არის ენა. უნარი არის უნი. ხოლო ენა არის ენი, ენარი. უნარი ენარი. უ არის უნარი. როდესაც ენარი ანუ რუსთან მიდიხარ, რუსთან არის ყველა შემთხვევაში მიდიხარ ენასთან რა. ენა არის წყარო. შუა გადმოდის ენარი ხო ნარნარი ენით ღაღადებს კი მან მერე ნარნარი იწყება კი ნარნარები იწყება ნარები ემატება უკვე ყველაფერს ამიტომ ნარნარებს ნარი რო ემატება და ამის აზრს იგებს უკვე ადამიანი ანუ მგოსანი რომელიც არის 34 რქოსანის ერთ-ერთი სიბრძნის ნაწილი 4-ო სიბრძნე რომ მიეცემა 64-ში რატო ვართ იცი 3 არის დაუსრულებელი ხოლო 4 არის დასრულებული ეს ყველაფერში აისახება ჩვენს ორგანიზმშიც აისახება 4 გვაქვს ჩვენს სიბრძნის კვილი და არა 3 16-16-ად დაეწურნენ ისინი რომ ერთმანეთზე არ დაეყრდნონ უერთმანეთოდ ვერ გაძლეს ის მერე ფორმას იცვლის თუ ქვედა ნაწილი არ ამაგრებს ზედა ნაწილს კბილი ან ჩამოდის ან ტყდება ან ფუჭდება და ასე შემდეგ რა მოკლედ სიტყვით ისინი ერთმანეთის გარეშე ვერ ძლებენ ანუ დაყრდნობილი არიან ერთმანეთზე 16-16-ად დაეწყვნენ უერთმანეთოდ ვერ გაძლეს მერე რა მოდის მერე გამახსენეთ რა ეს სიმღერები მეგობრებო და ტექსტები ყველა შეგიძლიათ ნახოთ სუნოში და სუნოში მოძებნოთ ქუ ვინ თამარ და იქ წერია ან ქუ ვინ თამარ ესე არის დასახელებული იქ წერია ყველა ტექსტი და ყველა სიმღერა იქ ავტვირთე ყველა არის სიდონის დონეზე განხილული ტექსტი ამას ყველა ჩვეულებრივი ადამიანი ვერ გაიგებს ის უნდა იყოს ანბანში გარკვეული ლაზარეს ენაში ეხლა მან რატო დავაკავშირე ევა რომელიც არის ავე უკუღმა რომ წავიკითხოთ ავე მარია მარიასთან მივყავართ და მარი არის მარზე ხო ვისაუბრეთ გუში მარილად გაქცევთო ქრისტიანობს მარილი კრისტალია რომელიც კრავს აბა დააკვირდით მარილის ფორმულას რომ დააკვირდეთ ის კრავს რაღაც სივრცეს კრავს ისევე ყველის ფორმულაც ეგეთია რაღაც უნდა შეიკრას წაკსეც გქონდა ჩვენ საუბარი წაკი არის ის რომელიც კრავს რაღაც გაშლილ სივრცეს კრავს ყველად მარილიც გაშლილ სივრცეს კრავს ეს არის აი ქრისტე უძლიერესი ჰაკერია ქრისტე რა აი არ ვიცი მე როგორ შეიძლება ავხსნა მაგრამ ვინც ქრისტეს დონეზე ავა კრისტალი ხდება ანუ შეკრული ქვასავით ხდება კლდესავით ხდება რა ანუ მყარი ხდება ისეთი რომ გაკრისტალდება უკვე ხო და კრისტალში მერე უკვე ანტენაა კრისტალი რომელიც იზიდავს და იზიდავს ინის ფორმაციებს ანუ პირველთან არის სულ გარდაქმნაშია სულ განვინთან დგას და განვითარებაშია სულ 3-6-9-ის ფორმულაში გადის და 3-6-ის ფორმულაც კიდე იქ გამსვლელი ფორმულა არის 0 ემატება 0-3-6-9 აი ეს უკვე 4-ში გადაყავს 4-ში 4 კომპონენტში და ეს უკვე სულ სხვა ფორმულაში არის ვიდრე სამკუთხედი რომელიც ტესლამ განჭვრიტა ხო სამკუთხედი რომელიც ტესლამ განჭვრიტა და 3-6-9-ში ჩასვა ინფორმაცია მოუხდინე მე ანუ ფორმაციაში მოვაქციე
და 0,369-ში ჩავსვი და ეს უკვე 4 კუთხეს კუბს წარმოქმნის, რომელიც არის გახსნილი კუბი. და დააკვირდით ვარძიის ფრესკაზე თამარ მეფეს შავი კუბი უჭირავს ხელში, რომელიც უნდა გახსნილიყო. პანდორას ყუთი და ეს გახსნა ეხლა თამარმა საკრალურ მაშინ ვერ გახსნა თამარმა, ეხლა გახსნა საკრალურ წლებში 12:21 1:2:2 განულება უკვე და განულდა ყველაფერი, ეხლა განულდა, აი სიტყვერად განულდა, ასტრალში განულდა, მერე მენტალში განულდა, ეხლა ფიზიკურში ნულდება, ეს აისახება ერთმანეთზე რა და ოდისეაში არის ეგ მესიჯები და აი ალბათ რამდენიმე ჯერ უნდა უყუროს ადამიანმა მაგ ფილმს ლაზარეს ენით მოლაპარაკებმა, რომ ბევრი რაღაცა დაინახო, იმიტომ რომ ჰოლივუდი ხო იცით, აჟღერებს იმ დაფარულ ცოდნას, რაც უკვე დაწერილია. ხო და რაც უკვე დაწერილია, იყო და იქნება კი არ არის, ახლა ხდება ყველაფერი. ან წარსულში არ არსებობს არაფერი და არც მომავალში. ეხლა ხდება წარსულის და მომავალიც. აწმყოში. ერთ წერტილში არის, წერტლიში არის რა და ეხლა წავედი მე და იფიქრეთ ამაზე სიდონებო და განვიხილოთ კიდე ბევრ რამეს გამახსენდება იმ ფილმიდან კიდე ბევრი რამე. აბა დროებით